თბილელეთში თოვლიანი ორშაბათი გათენდა. ბაჭია ბაჭო ფანჯარასთან იდგა და ციდან ჩამოფრენილ თოვლის ფიფქებს სიხარულით უყურებდა. ხომ გახსოვთ როგორ უყვარდა მას თოვლი, ხო და ამ დილასაც ძალიან ბედნიერი იყო. ის მალე სკოლაში უნდა წასულიყო. სკოლაში წასვლის წინ ბაჭო ყოველთვის საუზმობდა. მას ძალიან უყვარდა დილით საუზმის მირთმევა. თან იცოდა, რომ თუ კარგად ისაუზმებდა, სკოლაში უფრო მეტად ენერგიული იქნებოდა. ისიც იყო დედიკოს მომზადებული გემრიელი ბლინების ჭამა დაიწყო, რომ უცებ უცნაური რამ იგრძნო. გონი ჩემი ერთი კბილი მოძრაობს, თქვა ბაჭომ და ხელით კბილი შეამოწმა. ნამდვილად ასე იყო, ერთი კბილი მართლაც მოძრაობდა. ბაჭო ცოტა შეშინდა, მან მაშინვე დედიკოს დაუძახა და კბილი აჩვენა. დედიკომ თბილად გაუღიმა ბაჭოს, გვერდით მიუჯდა და უთხრა: ბაჭო, ჩემო ძვირფასო, არაფერია საშიში. ეს კბილი იმიტომ მოძრაობს, რომ მალე შენის უნდა მოიცვალო. მის ადგილას ახალი, ძლიერი და ჯანსაღი კბილი ამოგივა, იცი? ბაჭო დამშვიდდა და მიხვდა, რომ საშიში არაფერი ხდებოდა, თუმცა ცოტათი მაინც მოწყენილი იყო. ის ვერ ხვდებოდა, რატომ იყო მოწყენილი. იმიტომ, რომ კბილის ამოღების ეშინოდა, თუ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მისთვის პირველი და ძალიან უცნაური იყო. ამ ფიქრებში ბაჭო სკოლისაკენ გზას დაადგა. კლასში შესვლისთანავე ბაჭოს თავისი მეგობრები ბელო, კუდა და პაკო შეეგებნენ. რატო გემართა? კითხეს მათ, როცა ბაჭოს მოწყენილი სახე შეამჩნიეს. ბაჭომ მეგობრებს კბილის ამბავი უამბო, მათ კი გაუღიმეს და უთხრეს: ეს ხომ ძალიან კარგია, ბაჭო. იცი, როცა კბილს ამოიღებ, კბილის ფერია საჩუქარს მოგიტანს. კბილის ფერია ვინ არის? დაინტერესდა ბაჭო. კუდა მაუხსნა: ბაჭო, იცი, როცა კბილს ამოიღებ, ის ღამით ბალიშის ქვეშ უნდა დადო. მერე კბილის ფერია, რომელიც კბილების სამეფოში ცხოვრობს, მოფრინდება შენს ოთახში, კბილს წაიღებს და სიმამაცისთვის საჩუქარს დაგიტოვებს. ბაჭო ჩაფიქრდა და შემდეგ გაიღიმა. გავიდა რამოდენიმე დღე. ერთ საღამოს მეცადინეობისას ბაჭო მიგრძნო, რომ მისი კბილი იმაზე მეტად მოძრაობდა, ვიდრე ადრე, ხო და შეშინებულმა დედიკოს დაუძახა. დედიკომ ბაჭოს ბამბა გაუწოდა და ასწავლა, თუ როგორ ამოიღო კბილი ისე, რომ არ სტკენოდა. ხო და მართლაც ბაჭომ ძალიან იყო ჩაღა. კბილი მარტივად და თითქმის უმტკივნეულოდ ამოიღო და გახარებული დედიკოს ჩაეხუტა. ძილის წინ ბაჭომ თავისი კბილი ბალიშის ქვეშ დადო, როგორც მეგობრებმა ასწავლეს და კბილის ფერიას მოლოდინში ჩაეძინა. შუაღამით ბაჭოს ოთახი უცნაური სინათლით აივსო. ფანჯრიდან ულამაზესი კბილის ფერია შემოფრინდა. შემოფრენისას მას შემთხვევით ჯადოსნური ჯოხი ძირს დაუვარდა და ამ ხმაურზე ბაჭოს გამოეღვიძა. ბაჭო, გამარჯობა, მე კბილის ფერია ვარ, ჩუმად თქვა მან. გავიგო, რომ კბილი ამოგიღია და აქ იმისთვის მოვფრინდი, რომ შენთვის ჩუმად საჩუქარი დამეტოვებინა, მაგრამ რახან გამოიღვიძე, ერთი რამ მინდა გკითხო, არ გინდა ჯერ კბილების სამეფო დაგათვალიერებინო? ბაჭოს თვალები გაუბრწყინდა და ფერიას თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ისინი ერთად გაფრინდნენ კბილების ჯადოსნური სამეფოსაკენ. კბილების სამეფო ძალიან უცნაური ადგილი იყო. აქ სხვადასხვანაირი კბილები ცხოვრობდნენ. ზოგი ბრწყინავდა და იღიმოდა, ზოგი კი მეტისმეტად მოწყენილი იყო. ფერიამ ბაჭო ჯერ ბრწყინვალე კბილების ბაღში მიიყვანა. აქ ცხოვრობდნენ კბილები, რომლებსაც უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ. შემდეგ მათ მოწყენილი კბილების ბაღი მოინახულეს. იქ ბინადრობდნენ კბილები, რომლებსაც ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა. თუ კბილებს ყურადღებას არ მივაქცევთ და არ მოვუვლით, ისინი ავად გახდებიან და დაზიანდებიან, უთხრა ფერიამ ბაჭოს. ბაჭო დაინტერესდა და ჰკითხა ფერიას: როგორ უნდა მოვიქცე იმისთვის, რომ ჩემი კბილები მუდამ ბრწყინავდნენ და არასოდეს მოიწყინონ? ფერიამ თბილად გაუღიმა და უთხრა: იმისთვის, რომ შენმა კბილებმა მუდამ იბრწყინონ, უნდა მიირთვა ჯანსაღი საკვები, ბოსტნეული და რძის პროდუქტები, ბაჭო.
ტკბილები მოწყენილები ხდებიან მაშინ, როცა ბევრ ტკბილეულს ჭამ და ტკბილგაზიან სასმელებს სვამ, იცი? შემდეგ ბაჭო და კბილის ფერია ჯაგრისების დარბაზში შევიდნენ, სადაც ჯადოსნური კბილის ჯაგრისები მზადდებოდა. კიდევ ერთი რამ დაიმახსოვრე, ბაჭო, თქვა ფერიამ. კბილებს ძალიან უხარიათ, როცა მათ უვლიან, ამიტომ კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ შენი კბილები საოცრად ბრწყინავდნენ, არის ის, რომ ისინი უნდა გაისუფთავო ყოველ დილას და ყოველ საღამოს ძილის წინ. ამაში კი კბილის ჯადოსნური ჯაგრისი დაგეხმარება. აი სწორედ ეს არის ჩემი საჩუქარი, რაც შენთვის უნდა დამეტოვებინა ბალიშის ქვეშ. უთხრა ფერიამ ბაჭოს და ყველაზე ბრჭყვიალა კბილის ჯაგრისი გაუწოდა. შემდეგ განაგრძო. ახლა კი დროა შინდა გაბრუნო. ისინი ბაჭოს ოთახში დაბრუნდნენ. ბაჭომ მადლობა გადაუხადა ფერიას ამ საინტერესო მოგზაურობისთვის და გამოემშვიდობა. კბილის ფერია მთვარის სინათლეში გაუჩინარდა. ბაჭოს კი მშვიდად ჩაეძინა. ხვალ ისევ ორშაბათი იყო. სკოლაში მეგობრები ელოდნენ. მას ხომ მათთვის თავისი უცნაური მოგზაურობის ეს საოცარი ამბავი უნდა გაეზიარებინა. ჭირი არსად თხინი აქა, ქატო არსად ფქვილი აქა.